თურქეთში აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ბოიკოტში, რომლის ფარგლებშიც ერთი დღით უარს იტყვიან საყიდლებზე წასვლაზე. სტუდენტები, რომლებიც ამ ბოიკოტის სათავეში არიან, ასევე მოუწოდებენ სხვადასხვა ბიზნესს, რომ ერთი დღით დახურონ ბიზნესები და არ მოემსახურონ კლიენტებს და ასე დაუჭირონ მხარი საპროტესტო აქციას. მე შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც დააკავეს სტამბოლის მერი თურქეთში ექრემ იმამოღლუ დაიწყო დიდი მასშტაბური საპროტესტო აქციები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. სტამბოლის მერს ადანაშაულებენ კორუფციასა და ტერორიზმში, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამას აქვს პოლიტიკური მიზეზი, რადგან თურქეთში მიიჩნევა ერთ-ერთ სერიოზულ ოპონენტად ექრემ იმამოღლუ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თუმცა თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და არანაირი პოლიტიკური ჩარევა არ მომხდარა. ბოიკოტს მხარს უჭერს თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერიც პლატფორმა X-ზე ოზგულ ოზელი აქვეყნებს პოსტს, სადაც მოუწოდებს მოსახლეობას ბოიკოტისკენ იმ კომპანიების ძირითადად, რომლებიც მხარს უჭერენ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მის მთავრობას. ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ მათ, მიიჩნევს ოპოზიციის ლიდერი, ერის დამოუკიდებლობას გადაარჩენს მიზანდასახულობა და მონდომება. ბოიკოტი დემოკრატიული უფლებაა და ის გაგრძელდება მათ წინააღმდეგ, ვინც თვალს ხუჭავს იმ ადამიანების სისასტიკეზე, ვინც რამადანის დღეს არღვევს ადამიანის უფლებებს და ასეთი გზით მხარს უჭერს ამ ძალადობას. დაწერა პლატფორმა X-ზე ოზგულ ოზელმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თურქეთში ლიდერმა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასეთი ფორმის ბოიკოტს უწოდა საბოტაჟი თურქეთის ეკონომიკის და ასევე გადატრიალების მცდელობაც, ხოლო ვაჭრობის მინისტრის თქმით, ის კომპანიები, რომლებიც დაზარალდებიან ამ ბოიკოტის გამო, მათ ექნებათ საშუალება უჩივლონ ოპოზიციას, რათა მიიღონ შემდგომ კომპენსაცია. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ბოლო ინფორმაციით 19 მარტიდან მოყოლებული თურქეთში დაახლოებით 2000-მდე ადამიანი არის დაკავებული.